ჩვენი ქართული არმია იცავს ქვეყანას, არა ხელისუფლებას. მე მოუწოდებ ჩვენ ქართულ არმიას, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი, რომ არ დაუჯეროს მისი სისულელურ ბრძანებებს, რასაც ჩვენ ისინი მოგვიწოდებენ. არმიაში საშინელება ხდება ხალხო. მე მოუწოდებ ჯანს, რომ ერთად ავიხდიდოთ ჩვენი ოცნება, ჩვენი ბიჭების ოცნება, ჩემი სერგო გოროზიას ოცნება, რომ დავიბრუნოთ მშვიდობიანად ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი სამშობლო. მე მეტი სათქმელი არა მაქვს, ყველა მეტი არ შემიძლია. მიყვარხარ მეგრელებო. მარგალებრად, მარგალებ! გაიხარეთ! გამარჯვებულები ვართ მე! დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას. მერაბ ქვარაია, ზუგდიდელი, 7 წელი იჯდა ციხეში, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დააბეზღა თავისი თანამშრომლები. ამჟამად არის ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი. იყურებთ ხალხო და ვარ ბედნიერი. თქვენს გამო, ჩემი ამაყი კოლხეთის გამო, ჩემო ძმებო და ჩემო დებო, ჩემო მეგრელებო, ჩემო კოლხებო, თქვენ შემოგევლეთ. გუგალეთ მარგალეთ, გუგალეთ მარგალეთ, გუგალეთ. ძმებო და დებო, გება ჟამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა. ჩვენ დღეს უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ რა გზას ავირჩევთ. სიცრუის, სიყალბის, დაუნდობლობის, გაუტანლობის, არაკაცობის, თუ უფლისგან ნაკარნახევი, ტრადიციების, ერთობის და ღირსების გზას. ჩვენ ერთად უნდა გავისტუმროთ ნაციონალური მოძრაობა და ის უბედურება, რაც ამ ორგანიზაციამ ჩვენს ქვეყანას დამართა. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ღირსების, პატივისა და ადამიანის პატივისცემის სადარაჯოზე. მე დღეს მინდა მივმართო ყველა ჯერ კიდევ ბურანში, ნაციონალური მოძრაობის ბურანში მყოფ ყველა ჩემს თანამოქალაქეს და ყველა ქართველს. გამოფხიზლდით ხალხო, ჩვენო ძმებო და დებო. დადეკით იქ, სადაც უნდა იდგეს ყოველი ქართველი. უთხარით არა კაცთ მოძულეობას, კაცთ მოძულე ხელისუფლება უნდა წავიდეს. მე მოგმართავ ყველას ჩემი ნაწვალები და ნატანჯი ძმებისა და დების სახელით, რომელიც დღესაც საპატიმროებში იმყოფებიან. იმ დედებისა და მამების სახელით, რომლებიც აცრემლებული ელოდებოდნენ ამ დღესწლების განმავლობაში. თქვენ ყველანი ვალდებულები ხართ და ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის გადასარჩენად. ჩემო ძმებო და დებო, ჩემო ამაყო და გაუტეხელო კოლხებო, ჩვენ დღეს როგორც არასდროს გვჭირდება სიბრძნე, გონიერება, სიმშვიდე, ყველამ ერთად დაფიქრებულად, გონიერად მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა არჩევნებისკენ. 1 ოქტომბერს ყველამ შემოვხაზოთ 41 დავდგეთ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ალასანიას და სრულიად საქართველოს გვერდში. ჩვენი ყოველი ხმა ჭირდება საქართველოს. ჩვენ დღეს ყველას დავანახეთ, რამდენი ვარ, ეხლა დავანახოთ რა შეგვიძლია. უფალი იყოს ჩვენი შემწე, ჩვენთან არც ღმერთი, ამინ. მოგესალმებათ თქვენი საყვარელი ადამიანი ირაკლი ალასანია, მოგესალმებათ. მოგესალმებით ყველას, ვინც აქ ხართ დღეს, მთელ ზუგდიდს, სამეგრელოს და საქართველოს. ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ყველა
შვებით ამოვისუნთქავთ და შევხვდებით ახალ რეალობას ჩვენს ქვეყანაში. ეს დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე დღეში ერთად მთელი საქართველო მივიღეთ. ეს დამოკიდებული იქნება იმ არჩევანზე, რომელიც ჩვენ 1 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გავარჩიოთ რა გვინდა და როგორი მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. დავტოვებთ საქართველოს ამ წამების, უსამართლობის და გრევის პირობებში. თუ ავირჩევთ ისეთ პოლიტიკურ გუნდს, ისეთ ადამიანურ სოლიდარობას, რომელიც საქართველოს წაიყვანს გამთლიანებისკენ, მთელი ერის კონსოლიდაციისკენ. სწორედ ზუგდიდს, სამეგრელოს აქვს ყველაზე დიდი შანსი გაერთიანოს ქვეყანა და გადოს ხიდი ქართულ-აფხაზური ძმობის აღებით. ჩემთვის ზუგდიდში ჩემს ფესვებთან დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევითი. მე სწორედ ზუგდიდიდან, სამეგრელოდან უნდა გამეგრძელებინა ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომა და საქართველოს გაერთიანება და იმიტომაც ჩამოვედი აქ და იმიტომაც დგევარ თქვენს გვერდში და არასდროს მინდა იცოდეთ, პირისპირ არ დარჩებით თქვენ პრობლემებთან. დღეს მინდოდა მელაპარაკა თუ რას ვაპირებთ სოფლის მეურნეობაში, რას ვაპირებთ ბიზნესის ხელშეწყობაში, როგორ რეალურად დავამარცხებთ უმუშევრობას ამ სააკაშვილისგან დავიწყებულ ზუგდიდში. მაგრამ მე დღეს უფრო მინდა ვილაპარაკო იმ დიდ უსამართლობაზე, რისი მოწმენით გავხდი ჩვენ ყველანი რამდენიმე დღის წინ. მთელი საქართველო და ყველა საქართველოს მეგობარი მთელ მსოფლიოში დღეს არის შეურაცხყოფილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ მოქალაქეებს წლების მანძილზე სისტემურად, სადისტურად ექცეოდნენ და ამის შესახებ მამაღლა არავინ ლაპარაკობდა. სწორედ დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ გამარჯვებას, ერთსულოვნებას, გაერთიანებას ვერ მივახცევთ, თუ კი ჯერ სამართლიანობა არ აღვადგინეთ და ამიტომაც მოვითხოვთ ყველას, უკლებლივ ყველას, ვინც ამ საშინელი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილია, დაწყებული ქვეყნის პირველი პირით და დამთავრებული რიგითი საჯარო მოხელით, ყველა უნდა მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში. მე ვდგევარ დღეს საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის გვერდში, ბიძინა ივანიშვილის გვერდში. სწორედ ბიძინა ივანიშვილი გეტყვით თუ რა არის კონკრეტულად დაგეგმილი ზუგდიდის ეკონომიკისთვის, სამეგრელოს სამოსაწევად, რა არის დაგეგმილი იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად დავიწყოთ ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენა. მე ერთს გეტყვით, თავარი იარაღი, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებას ხელში გვაქვს, ეს არის საარჩევნო ბიულეტენი, რომელსაც 1 ოქტომბერს გამოვიყენებთ და წერტილს დაუსვამთ ამ დამნაშავე რეჟიმს. მანამდე მოთმინებით, გეგმით მივალთ 1 ოქტომბრამდე ხალხს, საზოგადოებას გავაერთიანებთ, შევგრავთ ერთ მუშტად და ისე გავიმარჯვებთ, როგორც ზვიად გამსახურდია თქვა პირველი დემოკრატიული არჩევნების წინ. ჩვენ ისე დავამარცხებთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომ მათთან ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გამარჯვებას. ეს არის ქართული ოცნება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ერთსულოვნება, რომელსაც დღეს აქ ჩვენ ყველა ვხედავთ. დიდი მადლობა. თქვენს გვერდში ვართ ყველა და ვხედავთ, როგორია ზუგდიდი დღეს, როგორი იქნება მთელი სამეგრელო ხვალ და როგორი იქნება მთელი საქართველო 1 ოქტომბრის შემდეგ. და კიდევ ერთი, სანამ ძირითადზე გადავიდეთ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ პოლიტიკაში მე მოვედი მხოლოდ იმიტომ და მოვედი დროებით, რომ როგორმე ეს მოძალა და ხელისუფლება გავისტუმრო. ჩემი ძირითადი ოცნება, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ საქართველოში ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს
ევროპის მსგავსი, ბევრი ევროპის მსგავსი. ესაა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, ამას მინდა დავუთმო ჩემი დარჩენილი წლებიდაც, ჩემი ცხოვრების ბოლომდე სანამ ენერგია მექნება, ამას მინდა რომ მოვახმარო. აქ არის ყველაფრის საფუძველი, რომ ვიცოდეთ, ჩვენ მოვალ და ძალიან სწრაფად დავამყარებთ წესრიგს, სამართლიანობას, გავათავისუფლებთ ბიზნესს, დაიწყება ეკონომიკა აღზევება და ესე შემდგომ ამას გავაკეთებთ ძალიან სწრაფად, მაგრამ იცოდეთ, ძალიან დიდი დრო დაჭირდება, რომ საქართველოს ევროპის ტიპის, მთელი ქვეყანა ევროპის ტიპის სამოქალაქო საზოგადოებით შეივსოს. ამას დაჭირდება გაცილებით მეტი დრო და ეს არის ჩემი საბოლოო მიზანი და ყველაზე დიდი მიზანი. ნაბიჯ ამას იცოდეთ, ყველაფერს გავაკეთებ და რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი? რატომ რისთვის გავიხსენე ეს ყველაფერი? იმისთვის, რომ დიდი ხანი არაა, რაც პოლიტიკაში შემოვედი და დავრწმუნდი, რომ სწორედ შემოვედი. სამოქალაქო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ უკვე დაიწყო გამოგვიძება. ის ნანატრი პირველი ნაბიჯი, რომელსაც მე ვგეკმავ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უახლოეს მომავალში შეიქმნას ის კრიტიკული მასა, ის საწყისი მასა, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ქვია და რომელმაც მომავალში გაფართოება უნდა განიცადოს მთელი საქართველოს მასშტაბით. პროცესი ლამის დაიწყო უკვე და რა მაქვს ხედელობაში. რამდენიმე თვის წინათ ჩვენი 14 პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს, მხოლოდ იმიტომ რომ პოლიტიკურად ლოიალურნი არ იყვნენ ამ ხელისუფლებისადმი და განსხვავებული აზრის გამოხატვა მოახერხეს. და მოხდა ხალხო ის საოცნებო რამ, რომ სამოქალაქო სექტორმა გამოიღვიძა, მათ მხარში დაუდგა და მათ გადაუხადა ყველანაირი ანაზღაურება და მათ ოჯახებს სამოქალაქო სექტორი ინახავს დღეს. ეს არ გეგონოს უბრალო მაგალითი. ეს არის ის, რაზეც უნდა იდგეს ჯანსაღი საზოგადოება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომ აუცილებლად ჩვენ ლიბერალურ ეკონომიკაზე დაფუძნებული სოციალური სოლიდარობა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში. ეს მოახერხა ჩვენმა სამოქალაქო სექტორმა და მე წარმოგიდგენ პოლიციელებს, რომლებიც დათხოვნილი იყვნენ სამსახურიდან ამ უღირსო ხელისუფლების მიერ და მათ ხარი შეუდგა სამოქალაქო საზოგადოებამ და ეხმარება მათ ოჯახებს. არ ძაჭიროა სამარგალო ხომრად მანგარო უძველესი კოლხეთის ერო თქვენ შემართებით უნდა იყოთ. უძველესი კოლხეთის ერო, მრავალი ტანჯვა, მრავალი უსამართლობა, მრავალი ბრძოლა გაქვთ გადატანილი და ყოველთვის ერთი იმედი გქონდათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგებოდა ის დღე, როდესაც საბეკრელო იქნებოდა ხერხემალი, როდესაც ყოველთვის ისტორიის მანძილზე იყო საქართველოს ხერხემალი. მე ვარ ერთ-ერთი განთავისუფლებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და ჩემს უკან დგანან ვაჟკაცები, რომლებმაც ლობის წილი შეიტანეს საპატრულო პოლიციის განვითარებაში და ჩვენ უსამართლოდ ზოგი აფხაზეთიდან დევნილი, მე პირადად სოხუმელი ვარ და აფხაზეთიდან ვარ დევნილი, ზოგი სამაჩაბლოდან დევნილი, ზოგი თვით ვანო მერაბიშვილისაგან დაჯილდოებული დიპლომებით არის აქ წარმოდგენილი. ასეთი ხალხი გაგვანთავისუფლებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის, იმისათვის, რომ ჩვენ გვინდა კარგი ქვეყანა ავაშენოთ, ვიყვართ ჩვენი ქართველი ხალხი და მოგვიყვანეს ისეთი უსუსური და გაუგებარი რაღაც სიგიჟე. მიზეზი იყო ასეთი, თქვენ ოცნებო, თქვენ მეოცნებე თვალები გაქვთ, თქვენ ცოლის დაგყავთ, ქართულ ოცნებაში გაწევრიანებული, ჩვენს გაუგებრებას საზღვარი არ ქონდა და ამის გულიზე გაგვყარეს სამსახურებიდან. მე მინდა, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩვენ შევიმუშავეთ მიმართვა ყველა იმ ჩვენ თანამშრომლის მიმართ, ყველა იმ საპატრულო პოლიციის, არა მარტო საპატრულოს, ან ყველა იმ ძალოვან ორგანოებში, ვინც მუშაობენ ჩვენი ყოფილი თანამშრომლები და მინდა მათ კარგად გაიგონ და ეს მიმართვა მინდა ახლა წავიკითხო. მოგესალმებით, ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენ გახლავართ საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც 2012 წლის 11 ივნის სრულიად უკანონოდ მოტყუებით ყოველგვარი სამართლიანი არგუმენტის გარეშე გაგვათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, განსხვავებული აზრის გამო, ამ უკანონო ქმედებით მათ ჩაგვაგდეს უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში, ბანკების ვალების ანაბარად შეგვილახეს რეპუტაცია და გამოგვაცხადეს ქვეყნის მოღალატეებად. არადა ჩვენ შორს არიან დამსახურებული თანამშრომლები,
გარდა ამისა, ისინი ვინც მონაწილეობდნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი. მაგრამ არანაირი არგუმენტი არ იქნა გათვალისწინებული. ესეც არ იკმარეს და იმის შიშით, რომ ჩვენ მეგობრებს და ყოფილ კოლეგებს არ გამოეხატათ სამართლიანი თანაგრძნობა ჩვენდამი, აუგზალეს მათ ყოველგვარი ურთიერთობა ჩვენთან და სამსახურის დაკარგვითაც კი დაგვემუქრნენ. ჩვენო მეგობრებო, ყოფილო კოლეგებო, მოგმართავთ ხოვნი და რჩევით. ხვალანზე ამ ხელისუფლების პირობებში დიდი ალბათობაა იმისა, რომ თქვენ აღმოჩნდეთ მსგავს მდგომარეობაში. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის და მით უმეტეს პოლიციელისთვის უმთავრესია სამშობლოს სიყვარული, პროფესიული ღირსება და ხალხის ნდობა. ყველა ჩვენგანმა უნდა ვიფიქროთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალზე. ნუ შეშინდებით სამსახურის დაკარგვის მუხარით. ეს ხომ სამოქალაქო საზოგადოება ისე ძლიერია, როგორც არასოდეს. ჩვენ ხომ ამის ნათელი მაგალითი ვართ. ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი დაყოფა და დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის წრეებს ახარებს. დიდოულ ჩვენთაგან დღეს გვეძლევა შანსი, რომ ქვეყანაში აღდგეს კანონის უზენაესობა. ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები და ის ამბობს, რომ უნდა აღმოიფრას შერჩევითი სამართალი, აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მე მინდა დავამატო, მე როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ქალაქ სოხუმიდან 100%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი შეძლებს ამ ჩვენი დიდი წარუმატებელი ოცნების განხორციელებას. და ჩემს გამოსვლას დიდხანს არ შეგაწუხებ, დავასრულებ შოთა რუსთაველის სიბრძნით, როცა ძლია კეთილმან არსება მისი გრძელია. და ბოლოს ძირითადი სიტყვა, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ჩემო ნიჭიერო ხალხო, მე ძალიან მინდოდა რომ დღეს ძირითადად მოქმერებოდით, თანაც თქვენ ამას იმსახურებთ და იმსახურებთ პედისოლით და გულით, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ძალიან ბევრი ჩვენი უახლოესი წარსული, ჩვენი ძალიან ბევრი ტრაგედია. კარგად ვიცი რა ტრაგედია გამოიარა სამეგრელო 90-იან წლებში. ეს იყო წლები, როდესაც ახალგაზრდა სახელმწიფოს სამართლიანობისა და კანონიერების დაცვა არ შეეძლო. სახელმწიფო თქვენ ვერ დაგიცვათ და უამრავი შეცდომაც დაუშვა. უამრავი სისასტიკე, უამრავი ძალადობა მოხდა აქ სამეგრელოში. ჩვენ ამ ამბავს აუცილებლად გამოვიძიებთ და სამართლიანობას აღვადგენთ. სამეგრელო ნელ-ნელა იშუშებდა იარებს, როცა 2008 წელს ახალი უბედურება დაატყდა თავს. თქვენ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ განსაცდელსაც ღირსეულად გაუძელით, მაგრამ ზუგდიდელებს ისიც კარგად გახსოვთ, როგორ მიატოვა ქალაქი ადგილობრივმა ხელისუფლებამ, როგორ გაიქცნენ ნაციონალები და მოსახლეობა ტერს შეატოვეს ხელში. ამ ომმა ახალი დევნილები, ახალი დაკარგული ტერიტორიები მოგვიტანა. ომების შედეგია ის, რომ 10,000-ობით მოქალაქე თავისი სახარიდან აიყარა და თავისივე სამშობლოში დევნილად იქცა. ერთი შეხედვით, როგორ პირობებში უწევს ჩვენს თანამემამულეებს ცხოვრება. ამას ბოლო უნდა მოეღოს და კიდეც მოეღება ბოლო. აგერ 1 ოქტომბერი და დანარჩენი ჩვენზე იყოს, იცოდეთ. ყველაფერს ამას დავასრულებ და ღირსებას დავუბრუნებ ჩვენ საყვარელ დევნილებს. დევნილებისათვის ფულადი ან სხვა სახის დახმარების გამოყოფამ სამარცხვინო პოლიტიკური კორუფციის სახე მიიღო. დევნილებს ყველანაირ დახმარებას ხელისუფლება პოლიტიკური ერთგულების სანაცვლოდ უწევს. მრავალი დევნილი ოჯახი იძულებით ჩაასახლეს ისეთ სოფლებში, სადაც არ არის ცხოვრებისა და საქმიანობის მეტნაკლებად ნორმალური პირობები. ათასობით დევნილი კუთვნილი სტატუსის მინიჭებას დღემდე ელოდება, ხოლო კონფლიქტისა და მიმდებარე სასაზღვრო ზონებში ბევრმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა სოციალური შეღავათები. დევნილ მოქალაქეებზე ომების ვეტერანებსა და დაღუპულთა ოჯახებზე ზრუნვა, მათთვის განსაკუთრებული შეღავათების დაწესება სახელმწიფოს კეთილნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ეს მისი ელემენტარული ვალდებულება უნდა იყოს. ეს ხელისუფლება უამრავ თანხას ხარჯავს გასართობ ღონისძიებებზე, მაშინ როდესაც ომების შედეგად დაზარალებულთა უმეტესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. სახელმწიფომ ვერაფრით მოახერხა, რომ ამ ადამიანებს თუნდაც დევნილობაში ღირსეულად ცხოვრება შეძლებოდათ. სააკაშვილის ხელისუფლება უსახკაროდ დარჩენილ დევნილებს აქეთ-იქეთ ნახირივით მიერეკება. სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შეურაცხყოფილმა სოხუმიდან დევნილმა ნანა ფიფიამ საქართველოს განსახლებისა და თვალსაჩინო სამინისტროსთან დაიწვა თავი. ეს უნდა შეწყდეს ხალხო, ამას ჩვენ აუცილებლად მოვუღებთ ბოლოს. ამ უღირსობას ბოლო უნდა მოეღოს, ოდესმე და ამას აუცილებლად დავამტარებთ 1 ოქტომბერს, იცოდეთ.
ჩვენ ყველა პირობა შევუქმნით დევნილებს სამისოდ რომ ღირსეულად ცხოვრება შეძლონ აღარ იყვნენ ხელისუფლების შემწეობასა და მოწყალებაზე დამოკიდებული ვექპირდებით რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ვეღარასოდეს და ვეღარავინ გაბედავს რომ ტოლვილების ბედი მათ გარეშე მათ დაუკითხავად გადაწყვიტოს ვეღარავინ გაბედავს მათ დამცირებას და შეურაცხყოფას სიტყვას ვაძლევ ჩვენს ყველა დევნილს რომ როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ მაშინვე ყველას დაუკანონებთ იმ ფართობებს რომლებშიც ახლა ცხოვრობენ და მათ მიეცემათ საშუალება შვიდად დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება თავიანთი მომავალი მანამდე ვიდრე დროებით დაკარგულ სახალხს დაუბრუნდებიან და მომავალში ჩვენ მე ვთქვი მათთან შეხვედრაზე და ეხლაც ვიმეორებ ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს რომ დევნილების პირობები წინსწრებად გაუმჯობესდეს ვიდრე დანარჩენი სხვა საქართველოს მოსახლეობის პირობები აი მას პირდებით ჩვენ ჩვენს დევნილებს და აუცილებლად შევასრულებთ აუცილებლად მათ დაუბრუნებთ ღირსებას როგორც ზედმეტ ბარგს ისე ეპყრობა სააკაშვილი ვეტერანებს ხოლო როდესაც ვეტერანები თავიანთი უფლებების დაცვას მამაღლად ცდილობენ მათ საქვეყნოდ სცემენ და შეურაცხყოფენ სააკაშვილის ხელქვეითი ჯალათები ამას ქართული ოცნება ბოლოს მოუგებს ჩვენ იმისთვის მოვდივართ ხელისუფლებაში რომ დამსახურება არ დაეკარგოს არც ერთ ჩვენს მოქალაქეს მით უფრო ჯარისკაცი ის ადამიანია რომელიც მზადაა სიცოცხლე გაიღოს თავისი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად ჯარისკაცი თავს სწირავს სხვა ადამიანების სიცოცხლეს გადასარჩენად მეტი კეთილშობილება რა უნდა იყოს ხალხო და შეიძლება ეს თავგანწირვა ეს კეთილშობილება ასე დაუფასოთ მათ ჩვენ სამხედროებს მათ კი ჩვენმა საამაყო და მოგზალებულმა ჯარისკაცებმა არასოდეს არ უნდა დაივიწყონ რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხალხსა და ქვეყანას ემსახურებიან და არა რომელიმე ხელისუფლებას პირიქით ხელისუფლება თავად უნდა ემსახუროს თავის თავდადებულ ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს და ეს ასეც იქნება როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში ვეტერანებისა და ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახების მიმართ გამოჩენილ უმადურობას არავინ შეარჩენს ამ ხელისუფლებას ქართული ოცნება მოვა ხელისუფლებაში და აღუდგენს შეღავათებს ვეტერანებსაც და მარჩენალად დაკარგულ ოჯახებსაც ჩვენ აღვადგენთ ასევე ომების ვეტერანთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სისტემას რომელიც ამ ხელისუფლებამ მოშალა ჩემო მეგობრებო ჩემო მრავლისნახველო მეგრელებო 20 წელია რაც დამოუკიდებელ საქართველოში ნებისმიერი არჩევნების წინ პოლიტიკოსები ხალხს პირდებიან ძალიან ბევრს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი წარმოუდგენლად ცოტას აკეთებენ ხალხისთვის თორემ თავის თავზე ზრუნვან რომ არავის ავიწყდება ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით ჩვენ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლამდე პირდებით რომ მხოლოდ და მხოლოდ იმას რისი გაკეთებაც ახლავე შესაძლებლად მიგვაჩნია და რაც უკვე დაწყებული გვაქვს და ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული ამ მიმართულებებით რომ იცოდეთ ამაზე მე დღეს არ შევჩერდები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი გავაკეთებთ გაცილებით მეც ვიდრე პირდებით და ვიდრე წარმოგიდგენიათ ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურ დახმარებას და მას მიიღებს ყველა ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება ჩვენ პენსიებს საარსებო მინიმუმს გაუტოლებთ ხოლო საარსებო მინიმუმიც გადაიხედება და რეალურად გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს და არა ამ მოგონილ ციფრებს რომელიცაც დღეს გვატყუებენ პირველ რიგში რასაც სასწრაფოდ უნდა მივხედოთ როგორც არაერთხელ თქვით ეს არის ჯანდაცვა განათლება და სოფლის მეურნეობა ჩვენ ვაცხადებთ რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარეა ქართულ ოცნებას დაგეგმილი აქვს აღორძინოს ქართული სოფელი და ამისთვის შექმნას 1 მილიარდიანი ფონდი ამ ფონდის დახმარებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები ისარგებლებენ გრძელვადიანი ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხებით დღეს მონოპოლიზირებულია თხილის ბიზნესი ჩავარების ფასები ხელისუფლებისგან ხელდასმული ერთი ჯგუფის ხელშია და ამ ჯგუფის გადასაწყვეტია რაფასად ჩაებარებს თხილს და თქვენ სიძულებული ხართ ჩალის ფასად ხშირად ჩააბაროთ მოსავალი ეს უნდა დამთავრდეს და ამას მალე ბოლომდე უნდა მოეღოს ერთი მცირე ჯგუფი ვეღარასოდეს გადაწყვეტს ვერც ერთი ადამიანის ბედს ყველას ექნება საკუთარი შრომით ოჯახის ღირსეულად ჩონის შესაძლებლობა აი ამას გპირდებით და სულ მალე ამას ნახავთ და თქვენ თვითეული ოჯახი ამას იგრძნობთ ეს არ არის სარიალი და პირებები იცოდეთ ეს არ არის სარიალი სიტყვები სამეგრელოში სოფლის მეურნეობის არაერთი დარგი იყო განვითარებული დღეს კი ჩაით ციტრუსისა და თხილით განთქმული მხარე თითქმის გაპარტახებულია ამის ყურება მე გულგრილად არ შემიძლია როცა სამეგრელოს დახმარების გეგმას განვიხილავდით მე და მარწმუნა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა რომ პრობლემის მოგვარება ზუგდიდიდან უნდა დავიწყოთ რადგან სწორედ ზუგდიდია ადმინისტრაციული საზღვესპირა ქალაქი ამიტომ ჩვენ შევთანხმდით რომ ზუგდიდის ეკონომიკაში ჩავდებთ უახლოეს მომავალში 100 მილიონ ლარს უახლოეს მომავალში რათა შესაძლებელი გახდეს მცირე და საშუალო საწარმოების შექმნა რათა შვება მიეცეს შრომელ მოსახლეობას ბიზნესიც განვითარდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას იმ კომპანიებმა რომლებიც
აქ გადაწყვეტენ საქმიანობას, უნდა აიღონ ვალდებულება, რომ ადგილობრივ მუშახელს მეანიჭებენ უპირატესობას. ეს აუცილებელი იქნება მათთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ გათვლილი და გააზრებული პოლიტიკით ჩვენი ქვეყანა თავს დაახსნეს გაჭირებას და მერე ვეღარავინ შეძლებს შეაფერხოს საქართველოს წინსვლა თანამედროვე სამყაროსაკენ, დემოკრატიისაკენ. არავისთვისაა უცხო, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ჯანმრთელობის დაცვის ელემენტარული პირობებიც არ არსებობს. ისინი სრულიად მიტოვებული არიან სახელმწიფოსაგან. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები უექიმობისა და უწამლობის გამო იღუპებიან. ჩვენ გვპირდებით, რომ სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას და იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქეს ექნება სამედიცინო დაზღვევის პაკეტი. ჩვენს ხალხს ადამიანურად ცხოვრების საშუალებას მიცემთ და არაფერს დავაკვედრით, იმიტომ რომ კარგად ვიცით, რომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდება განათლების სფერო და თქვენ ნახავთ, რომ ყველა სოფელში აღდგება უფასო ბაღები და სკოლები. ჩვენ ასევე გავაიაფებთ სკოლის სახელმძღვანელოებს. ჩვენ შევქმნით მექანიზმებს იმისთვის, რომ ნიჭიერ ახალგაზრდას შეეძლოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. იმისაგან დამოუკიდებლად აქვს თუ არა საამისო ფული იმის ოჯახს. მე კარგად მაქვს გააზრებული, რომ განათლება მთავარია. ქვეყნის მომავალი განათლების გარეშე წარმოადგენელია. ყველაზე მეტად მაინც მედიცინაში გაითქვეს მეგრელებმა სახელი. სამეგრელოდან არაერთი მსოფლიოში სახელგანთქმული ექიმი. მე პირობას გაძლევთ მეგრელებო, რომ ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს დიდი ტრადიცია გაგრძელდეს და ამ კუთხის შვილებს კვლავ მიეცეთ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების საშუალება. ოღონდ ამჯერად აქ ზუგდიდში სწორედ ზუგდიდში შეიქმნება საერთაშორისო კავკასიის რეგიონისათვის განკუთვნილი სამედიცინო ცენტრი და სასწავლებელი. აი ამას გვიდებით ჩვენ. ეს გეგმა უკვე გავაცანით საქართველოში და საზღვარგარეთ ცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სამედიცინო სფეროში საქმიანობენ. ჩვენ მათი მხარდაჭერაც მივიღეთ. სამედიცინო ცენტრისა და სასწავლებლის მშენებლობა 2013 წლიდან გვინდა უკვე რომ დავიწყოთ, იცოდეთ და აუცილებლად დავიწყებთ კიდეც. თავარი კი ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის კურნალობაც და სწავლაც სრულიად უფასო იქნება, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა სურველისათვის. აი ეს არის გასაკეთებელი, ეს არის ის, რაც აუცილებლად ჭირდება სამეგრელოსაც, აფხაზეთსაც და მთლიანად საქართველოსაც. სწორედ აქ სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას. ჩვენ ვიპოვით ღირსეულ გამოსავალს ამ ვითარებიდან, ჩვენ აფხაზ ძმებთან ერთად. საქართველოში აფხაზეთი თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს და რაც მთავარია, აფხაზების საიმედო, რეალური და სასურველი მომავლის წყურვილმა უნდა მოიყვანოს ჩვენთან მხოლოდ და არა იმ ძალადობამ და ძალადობრივმა გამონათქვამებმა, რასაც ეს კაცი მუდმივად ხმარობს. მხოლოდ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების მიზიდველმა პერსპექტივამ უნდა აღადგინოს დარღვეული კავშირი ჩვენ ძმებს შორის. სამეგრელოს აყვავებამ აფხაზები იმაში უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოსთან განცალკება მხოლოდ თავისი საკუთარი უკეთესი და უსაფრთხო მომავლისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ საქართველო ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ყველა ღირსეულად იცხოვრებს. როდესაც ჩვენ საქართველოს გავხურდეთ, ცოტა გავხურდეთ. საქართველო ნამდვილად დემოკრატიული ევროპული ტიპის სახელმწიფოდ უნდა გადავაქციოთ. მაშინ ჩვენს აფხაზ